გამარჯვების დღე საქართველოში ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და მეოთხედ ფინალში გავიდნენ. ქართველმა ფეხბურთელებმა კი დინამო არენაზე ბულგარეთის ნაკრების 3-0 დაამარცხეს. რესტორან ქვევრში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ლაშა ბასლანძე გამოკითხვაზე დაიბარეს. მომხდარზე გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხრებით მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე გამოკითხა რესტორნის მფლობელი. მისი ადვოკატის თქმით შეერაღებული ბასლანძე ტიბუას თავს დაესხა. დაპირისპირების მიზეზად კი უფლებადამცველი ბასლანძისთვის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტას ასახელებს. გუთების მიერ იემენიდან გაშვებული დრონი ისრაელში რამონის აეროპორტს დაეჯახა. გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ამოდის კვამლის სამგზავრო ტერმინალიდან. რამონის აეროპორტი ქალაქ ეილათთან მდებარეობს და ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესია. ჩვენ მზად ვართ რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ, მაგრამ გვჭირდება, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც იგივე გააკეთონ, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სკოტ ბესენტი NBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული ნავთობის შემძენი ქვეყნებისთვის დამატებითი მეორადი სანქციები და ტარიფები რუსეთის ეკონომიკას კოლაფსამდე მიიყვანს და პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.